კი თუ არა ხუდონესის ძველ პროექტს. 2012 წელს, როცა ეს ხელისუფლება მოდიოდა სათავეში, მე კარგად მახსოვს 2012 წლის 27 ივლისი იყო, პირადად მე ვკითხე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, თუ როგორ წარმოუდგენია ხუდონესის შემდგომი ბედი და მან გარკვევით და მკაფიოდ ახსნა, რომ როგორ შეიძლება ჰიდროენერგეტიკის განვითარება მოსახლეობის აყენსა და გასახლების ხარჯზე. მაგის ხარჯზე როგორ შეიძლება ენერგეტიკა მივიღოთ? თქმა უნდა. ენერგეტიკა იმისთვის უნდა მივიღოთ, რომ ხალხი შეინარჩუნოს თავის საცხოვრებელი ადგილები და ლაღად იცხოვრონ და თუ ხალხის განადგურების ხარჯზე წამოვიდა და მაცხოვრებლების და სახლების განადგურების ხარჯი, ესეთი ენერგეტიკა არაფერში შეაფჩიდება. ცოტა ხანში ეს რიტორიკა შეიცვალა და დასაშვებად მიიჩნიეს ხუდონესის მშენებლობა. უამრავი ჭორი გაგვირცელეს იმ პერიოდში, რომ თითქოს ჩვენ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი გვინდოდა და ამიტომ ეწინააღმდეგებოდით ხუდონესს, რის გამოც ჩვენ იძულებული გავხდით და ჩვენი წინაპრების გავლილი გზა გამოვიყენეთ, ის გამოცდილება, რასაც ზედაფიცება ქვია, 2013 წლის 8 მაისს დავიფიცეთ ხაიშელების უმეტესობა, რომ არ დაუშვებთ ხუდონის აშენებას იმ ადგილას და იმ პარამეტრებით, რაც კომუნისტების დროს იყო დაგეგმილი. ბევრ სასაცილოდ ვერ ეყო და ალბათ ეხა ბევრი ქირქილებს იმაზე, რომ რა დროს ხატი და ჯვარია 21 საუკუნეში, მაგრამ ასეთ ადამიანებს შევახსენებთ იმას, რომ როდესაც ქვეყნის უმაღლესი პირი მოდის ხელისუფლებაში, ბიბლიაზე იფიცებს ხალხის ქვეყნისა და მისი მომავლის ერთგულებაზე. დაახლოებით 1000 კაცი უნდა აიყაროს აქედან და უნდა გადასახდეს სადღაც წყალქვეშ მოექცევა მე-11 საუკუნეების ტაძარი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მოსაზრება, რომ აგურ ავიღებთ ყველა ქვას მოუხსნით ტაძრიდან და გადავიდანთ იგივე ეკლესიას აგიშენებთ სხვაგან. ყველაზე მტკივნეული თემა, ეს არის სასაფლაოების თემა. დაახლოებით 1000 ადამიანი განისვენებს ხაიშის ძირითად სასაფლაოზე ტაძართან ახლოს და გარდა ამისა პერიფერიულ სოფლებში და წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი, რომ უნდა ამოვთხაროთ ჩვენი წინაპრების საძვალეები და შევაწუხოთ და გადავასაფლავოთ სხვაგან. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავუშვებთ, ვერანაირად.